საღამოშდობის შდობიან დღე საღამოს გისურვებთ ყველას. თვის წყალობა იყოს ჩვენზე, ჩვენს ოჯახებზე და ჩვენს სამშობლოზე. გაგვაძლიეროს ღმერთმა ღვთისა, ადამიანისა და ჩვენი სამშობლოს სიყვარულში. დაპირებისამებრ ვაგრძელებთ მოკლედ საუბრებს სულიერი კანონის შესახებ მარკოს მონაზონის მიხედვით. წინა საუბარი ქონდა რწმენის შესახებ და ვისაუბრეთ ჩვენ რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვისაც ვინც ვერ მოისმინეთ ეს საუბარი ჩვენს ისამრელოს YouTube გვერდზე დევს ეს საუბარი და შეგიძლიათ მოკლედ გაეცნოთ. დღევანდელ დღეს კი ვისაუბრებთ, შემდეგი მუხლს წავიკითხავთ და ამ მუხლიდან გამომდინარე, რა მუხლსაც ჩვენ წავიკითხავთ, მოკლედ შესაბამისად შევეცადოთ, რომ მცირეოდენი ეს სულიერი კანონი ზოგადად როგორ მოქმედებს, რა შინაარსისა არის, როგორ უნდა გავიგოთ შეძლების დაგვარად და როგორ აღვასრულოთ, ხო? ჩვენი საუბარი არ შეეხება უბრალოდ საუბარს რაღაცეებზე, ვისაუბრეთ და ამით დავკმაყოფილდით, არამედ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ სამრევლო ცხოვრებაში ხშირად ამბიონებიდან ქადაგებები ისმის, მაგრამ ბევრი კარგი, ლამაზი ქადაგება ისმის ხოლმე, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი არა. მაგალითად უფალი ამას გთხოვს, რომ ესე უნდა ვიყვეთ, მშვიდნი უნდა ვიყვეთ და დაბალნი გულით, გულმოწყალეები უნდა ვიყვეთ. მაგრამ ეს ყველაფერი როგორ უნდა აღვასრულოთ, ხო? უნდა გვიყვარდეს ადამიანები, მათ შორის მტრები უნდა გვიყვარდეს. ანუ ეს რას მოიცავს? ანუ ადამიანი როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის, რა ისე იგი მდგომარეობა უნდა ქონდეს შინაგანი, როგორ უნდა დატრიალდეს მასში სულიერი ცხოვრება, რომ ადამიანმა ეს შეძლოს, ეს უკვე კონკრეტულად სულიერ საკითხებს ეხება და ხშირად ჩვენ რაღაცები ვიცით კიდეც, კითხულობთ კიდეც ზოგი თქვათ რაღაცა ნაკლებად, მაგრამ მაინც ვკითხულობთ, მაგრამ მისი განხორციელების არც სურვილი აქვს ზოგ ადამიანს და არც დრო და არც მოკლედ ესე რომ ვთქვათ საჭიროებას ვერ ხედავს ამისას. ამიტომ ჩვენ შევეცადოთ, რომ ეს საკითხები ნელ-ნელა მოკლედ დავწეროთ. ეხლა წავიკითხოთ პირველი თავის, ანუ ჩვენ წარმოიდგინეთ ამდენი საუბარი ქონდა და ჯერ ეხლა უნდა წავიკითხოთ მეოთხე მუხლი, სულ მეოთხე მუხლი იქნება, ისე იგი საუბარი და შემდეგ თუ მოგვეცემა საშუალება კიდე სხვა მუხლებით წავიკითხოთ. ანუ პირველი თავის მეოთხე მუხლი ჟღერს ასე, აბა მოვისმინოთ. ყოველი შენი წამოწყების წინამძღოლი გახდეს ის, ვინც ყველა სიკეთის საბაბია, რათა შენ მიერ განზრახული წამოწყებაც ღვთის მოსაწონი იყოს. შევეცადოთ ეხლა უბრალოდ აბა ამ მუხლზე ვისაუბროთ. ანუ რაზეა აქ საუბარი, ნახეთ, ყველა შენი წამოწყების წინამძღოლი გახდეს ის, ვინც ყველა სიკეთის საბაბია. ანუ ისე იგი ადამიანი როდესაც რამეს იწყებს თუნდაც, ხო, პირველ რიგში რა თქმა უნდა აქ იგულისხმება სულიერი ცხოვრება, რაზეც ჩვენ თქვათ ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში აქცენტს და მით უმეტეს ყველა წამოწყებისა, რასაც კი ადამიანმა შეიძლება წამოიწყოს ამ წუთის სოფელში, ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანს რაღაც ამ ბიზნესს წამოიწყობს, ანუ მოკლედ ესე ყოფით რაღაცების წამოწყებასაც მოკლედ ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მოკლედ აღასრულოს ღვთის სადიდებლად. ეხლა რატო, ხო? ეს მუხლი ეხება ერთ რამეს, რომ ისე იგი რა უნდა ადამიანს პირველ რიგში, რა არის მისი მამოძრავებელი ამ წუთის სოფელში, ანუ ცხონება უნდა, ანუ მარადიული სასუფეველის დამკვიდრება უნდა, სულის გადარჩენა უნდა, თუ უბრალოდ ისეთი ცხოვრება უნდა, მშვიდი, რაღაცა კომფორტული, რომელიც ამ წუთის სოფელში მოკლედ გარკვეულ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაღაცა ისეთი შიშის ნაკლებობას განაპირობებს. ანუ ეს უნდა ადამიანს,
თუ სულის ცხონება უნდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? და თუკი ჩვენ ვიცი, ანუ პირველ რიგში გადაწყვეტილი აქვს ადამიანს, რომ დაადგა ისე იგი გზას ცხონებისას და სასუფეველში დამკვიდრება უნდა და როგორც უფალი ძახის, რომ ისე იგი პირველად ეძიებდით სასუფეველსაც ცათასა და სიმართლეს სამისა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინება თქვენ. Ну, მოკლედ, აი ეს არის დღევანდელი ჩვენი საუბრის ალბათ მთავარი ამომავალი წერტილი, ხო? რა უნდა ადამიანს? და თუ ადამიანს უნდა ცხონება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის ნებისმიერი წამოწყების დროს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, აი, არ ვიცი, დილით დგება, როცა უკვე ისე იგი უნდა შეუდგეს დღის განმავლობაში საქმის კეთებას, რა თქმა უნდა, ლოცვის დროს, რა თქმა უნდა, აი, ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, უნდა აკეთებდეს მარადიულობიდან გამომდინარე. ანუ რასაც არ უნდა ვლაპარაკობდე, რასაც არ უნდა განვიზრახავდე, რასაც არ უნდა ფიქრობდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მით უმეტეს ყველაფერს უნდა ვაკეთებდე გამომდინარე სულის ცხონებიდან. ანუ თუ ადამიანს უნდა სულის ცხონება. ხა თუ ადამიანს კიდევ იმეორება, აქ დამკვიდრება უნდა, აი აქ კარგად დამკვიდრება უნდა, მაშინ მისი მისწრაფებები და მისი ცნობიერება იქნება განსხვავებული და რაზეც დღეს ვილაპარაკებთ, ხო, მისთვის ცალსახად, ანუ შეუძლებელი იქნება ამის განხორციელება, იმიტომ რომ ამას სხვა ძალები ჭირდება, ამას ღვთისაგან მადლი ჭირდება და მადლი რომ მიიღოს ადამიანმა, ხო, მან უნდა შეეცადოს, რომ მოკლედ საკუთარი ეგოიზმი დათმოს. აი, დღევანდელი საუბარის თემასაც მივადექით, ისე იგი, ყველა შენი წამოწყების წინამძღოლი გახდეს ის, ვინც ყველა სიკეთის საბაბია, რათა შენ მიერ განზრახული წამოწყებაც ღვთის მოსაწონი გახდეს. პირველი რაც არის და უმთავრესი, აი ძალიან მნიშვნელოვანი სულიერ ცხოვრებაში, ეს არის ადამიანმა ნელ-ნელა დაანგრიო საკუთარ თავზე მინდობა. საკუთარ აზრებზე, საკუთარ ფიქრებზე, საკუთარ სოფხედველობაზე, საკუთარ კონტროლზე, რომელიც აი საკუთარ, როგორ გითხრათ, ის სტაბილურობაზე, რომელიც შექმენი, საკუთარ განზრახვებზე, ამაზე უნდა შეგეძლოს ადამიანმა საბოლოო ჯამში, ანუ როგორ გითხრათ, ისი უარი თქვა და ღმერთი მოიყვანო, ანუ ღვთის ნებით ჩაანაცვლო საკუთარი ნება. ეს მტკივნეული პროცესია, ძალიან მტკივნეული პროცესია, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ უკვე, რომ ადამიანმა უარყო საკუთარი ფიქრები და საკუთარი აზრები, იმიტომ რომ დღევანდელი ადამიანი იმდენად ამპარტავანია, იმდენად ეგოიზმია და იმდენად საკუთარ აზრებში და საკუთარ ფიქრებში არის დარწმუნებული, აი დღეს გადახედეთ ეკლესიის ცხოვრებაშიც, სასულიერო პირების მოქმედებაშიც, ხო, რომლებიც არ როგორი კატეგორიულები ვართ ზოგ შემთხვევაში ჩვენ აზროვნებაში და ანუ ამ კატეგორიულ აზროვნებას ახლავს მერე თითქოს აი ერთგვარი გაურკვეველი ესეთი სიმტკიცე და როგორ გითხრათ, იცი აი ეგოიზმში გახვეული ამ პარტავნებაში გახვეული ესე რომ ვთქვათ სიამაყე და სიამაყეში გახვეული საკუთარ თავში ესეთი აი შინაგანი თავდაჯერებულობა. აი სულიერ ადამიანს მე ამის თქვა მინდა, ანუ სულიერ ადამიანს ეთყობა ეგრევე. ანუ სულიერი ადამიანი კატეგორიული აზროვნებისა არ არის. ამიტომ მან იცის, რომ ნებისმიერი რამ რაც ხდება მის გარშემო, ეს უნდა გამოიყენოს სულის საცხოვნებლად. ანუ მისთვის საცხოვნებლად უნდა გამოიყენოს. ამიტომ საკუთარ თავს არ ენდობა. აი მთავარი რაც არის, აი ყველაზე ნაკლებად, ანუ ღმერთის ნდობა და ღმერთის იმედი აქვს უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავისა. ეხლა ამას წინათ საუბრობდით, ამაზე სხვა დროსაც უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ, მაგრამ დაუკვირდით როგორ რაღაც არის. დღეს ადამიანებს ანუ ლოცვის არ ჯერავთ. აი მაგალითად ადამიანებს არ წამთ, რომ ისე იგი აი რომ თუკი ღვთის წინაშე მართლა, ღვთის წინაშე ლოცვით, გულწრფელი ლოცვით ილოცებენ, ღმერთის ნათქვამი, ანუ იესო ქრისტეს ნათქვამი, განკაცებული ღმერთის ნათქვამი, რომ თუ დოგვისოდენა სარწმუნოება გექნებათ და იტყვით, ანუ იტყვით ნიშნავს ლოცვას, ანუ ილოცებთ და ეთყვით მთასა ამას, აღიფხვა აქედან და შთავარდი ზღვაში, ეგრეთ იქნებაო და თუ არ შეურგულდებითო, ეგრე იქნებაო. დღეს იმდენად შეურგულებულია ადამიანი, იმდენად მცირედ მორწმუნეა ადამიანი, რომ ღმერთის იმედი არ აქვს. ანუ აი ლოცვის იმედი არ აქვს. ანუ საკუთარი, როგორ გითხრათ, იცი, აი ამას ვერც აუხსნი ადამიანს.
თუ კი მას აი როდისმე აი ესე გულისმიერი ლოცვა არ ქონია და გულისმიერი ლოცვის ქონის შემთხვევაში აი როდესაც მართლა გულიდან ამოსული ლოცვა სადაც ღმერთი და ადამიანი მართლა საუბრობს ერთმანეთთან ამ საუბარს შეუძლია ნებისმიერი ფიზიკური ნებისმიერი აი სადაც აუნდეს ღმერთს იცვალებიან წესნი ბუნებათან ანუ ბუნების წესი აი დადგენილი კანონი ფიზიკური კანონი იქნება ბიოლოგიური კანონი იქნება ესე იგი ფსიქიკური კანონი იქნება თუ ზნეობრივი კანონი იქნება ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დააყენოს ერთი ადამიანის გულწრფელმა ლოცვამ ანუ მორწმუნე ადამიანის ლოცვამ და სამწუხაროა რომ დღეს ადამიანების საკუთარ ნახეთ საკუთარ თავზე, საკუთარ ინტელექტზე, საკუთარ რაღაცა ცნობიერებაზე, ხედვაზე, ღირებულებებზე, ფასეულობებზე, მათ მიერ დანახულ სხვადასხვა ფორმებზე უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს და ამისი უფრო ჯერად, ვიდრე მინდობილი იყვნენ ადამიანები ღმერთს. ანუ ხშირად ჩვენ ცხოვრებაში გარკვეული განსაცდელები და გარკვეული ტკივილი ხდება იმის გამო, რომ ჩვენ დავწმუნდეთ, რომ ჩვენით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ანუ ხშირად უფალი ეგონება, რომ აი ჩიხში შეგიყვანს, გარკვეულ ჩიხში შეგიყვანს და იქამდე იმის გამო, რომ გაღიარებინოს უბრალოდ, რომ შენ საკუთარ თავის იმედად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. და აი ესე რომ ვთქვათ, ჩიხი, რომელიც ადამიანს მოსდის, ხო? აი ვერ ხედავს ამაში ღვთის განზრახვას. და ისევ ამ ჩიხიდან გამოსვლასაც იწყებს საკუთარი ჭკუა გონებზაზე, ისე იგი მინდობით და უარეს ჩიხში შედის ადამიანი. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის, ანუ თუ ჩვენი ნების უარყოფა არ მოხდა, მაშინ იმედი არ დაიბადება. ანუ სხვა იმედი. ანუ ღმერთის ნამდვილი იმედი. ის იმედი კი არა, რომ მე უკვე რო აღარაფერი აღარა, ანუ რომ ისე იგი ჩემი ანუ განზრახვა მაქვს, რომ ესე უნდა გაკეთდეს. ხვდები, რომ ისე იგი ესე არ გამოდის, მაგრამ მე მოუწოდებ უკვე ღმერთს, რომ ღმერთო შემეწიე და რაში შემეწიე? შემეწიე, რომ ეს განზრახვა როგორც მე მინდა ისე მოხდეს. ანუ იყავ ნება შენი კი არა, ანუ საბოლოო ჯამში იყოს ნება ჩემი, ოღონდ დამეხმარე ამაში. აი ამ შეცდომას უშვებ ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს გარკვეული წარმოდგენა ჩვენს გარშემო, აი წარმოდგენა შექმნილი გვაქვს უკვე როგორ უნდა იყოს ყველაფერი. როგორი უნდა იყოს ყველაფერი, როგორ უნდა მიმდინარეობდეს ჩვენს გარშემო ყველაფერი, ეს უკვე ადამიანს გააზრებული აქვს. და ღმერთი ჭირდება ამ თავისი ნაზრევის ამ თავისი ნაფიქრის განსახორციელებლად ჭირდება. და აი სულიერი ცხოვრება კი ამის საპირისპირო არის. ღვთის იმედი რო დაიბადოს, აუცილებლად ადამიანში უნდა შემცირდეს და საბოლოო ჯამში უნდა საერთოდ თითქმის გაუქმდეს საკუთარ თავზე მინდობა და იმედი. მაგრამ ამის სრულყოფილად განხორციელება მონაზვნებში ხდება, იმიტომ რომ იქ საკუთარი ნების უარყოფისთვის მიდიან, ამიტომ არის რომ სულ მორჩილებას აღკვეცის ერთ-ერთი ის არის რომ მორჩილებას აცხადებს მონაზონი და ერში მყოფი ადამიანი თავისთავად, რომელსაც ყოველდღიურად უწევს, ხო, რაღაცა ისე იგი ცხოვრება, მანაც უნდა შეეცადოს, რომ ყოველთვის ღმერთისაგან გამოითხოვოს ანუ კურთხევა, ანუ ლოცვა შეძლოს, ამიტომ ლოცვაში უნდა დახელოვნდეს ადამიანი, რომ ღმერთისგან იყოს კურთხეული მისი ყველა წამოწყება და მისი ყველა ნაბიჯი, როგორც ამას იძახის აი ისე იგი მარკოზ მონაზონი, რომ ყველა შენი წამოწყების წინამძღოლი გახდეს ის, ვინც ყველა სიკეთის საბაბია, ხო? ამიტომ ნახეთ როგორი რაღაცა არის. თუ კი ჩვენში ნების უარყოფა არ მოხდა, მაშინ ნდობა არ იბადება. ანუ ნახეთ ღმერთის იმედი და ღმერთისადმი ნდობა არის საპირისპირო საკუთარი თავის იმედისა და საკუთარი თავის ნდობისა. ანუ რაწამს ეს დაიკლებს, აუცილებლად გაიზრდება ღვთისადმი ნდობა და ღვთისადმი იმედი. რაწამს მოიმატებს ადამიანში საკუთარი თავისადმი, საკუთარი ჭკუა გონებისადმი და ყველაფრისადმი, ფიზიკური ძალისადმი და მთელი ის თუ გახსოვს, ანუ
რომ ადამიანის არ უნდა ქონდეს საკუთარ ძალაზე მთელი სულიერი ცხოვრება ამას მოიცავს, რომ ადამიანს იმდენად გაფუჭებულია სულიერად და იმდენად დაცემულები ვართ, რომ რაც შეიძლება არ უნდა ვენდობოდეთ საკუთარ თავს, უნდა ვენდობოდეთ ღვთის იმედი უნდა იყოს და ღვთის ესე იგი ნდობა უნდა ქონდეს ადამიანს. ღვთის ნების აღმასრულებელი უნდა გახდეს, ანუ იყოს ნება შენი, წაიღოს ჩემი ნება და მოვიდეს ღვთის ნება. ამიტომ თუ ეს არ დაიბადა ადამიანში ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, კიდე გეუბნებით არა იმაში, რომ მე ეხლა მაგალითად მინდა სამსახური და აი ეს სამსახური მინდა ეხლა მე. ამიტომ ღმერთს ვეუბნები, რომ იცი რა, ღმერთო, მე აი ეს სამსახური მინდა. ნუ ეხლა ძალიან ისეთ დაბალ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ ყველასთვის გასაგები რომ იყოს ამას გულისხმობ, ხო? აი მაგალითად ადამიანი იძახის, რომ მე ეს მინდა რაღაცა ან მატერიალურზეა ლაპარაკი, ან რაღაცა მიზანზეა, რაღაცა იდეის განხორციელებაზეა ლაპარაკი, ხო? მე ესე მინდა და მე ესე ვთვლი საჭირო და ღმერთო დამეხმარე რომ ეს ესე იყოს და ხშირად ადამიანები შემდეგ როგორ არიან, იცით? ღმერთი აი ეს რა იმაში გადის ხოლმე, იცით? აი ნახე შენ ღმერთი რას გაგიკეთებს? აი ხშირად ადამიანები ესეთი ნიშნის მოგებით იციან ხოლმე ღმერთის მოშველიება. რატო? ანუ საკუთარი ნება არის. ანუ ნახეთ, ადამიანს ეუბნება, შენ რო ესე გააკეთე, შენ ნახე ღმერთი რას გაგიკეთებს, შენ ნახე რა მოგივა, ესეც არის ჩემი ნება. შენ რა იცი იმას რა მოუვა? შენ რა იცი ღმერთს რა განზრახვა აქვს? ანუ ღვთისნება რა არის იმ ადამიანზე, რა იცი შენ? ანუ რამე გარემოება რო ხდება ქვეყანაში, ანუ რაღაცა მოვლენები რო ხდება შენს გარშემო, რატომ ფიქრობ, რომ შენ როგორც გონია, ისე არის ეს ყველაფერი და ღმერთიც იგივენაირად უყურებს, როგორათაც შენ უყურებ? აი რატომ გონია და რატომ ლაპარაკობ ნიშნის მოგებით? აი ადამიანებს რატომ შეიძლება აყენებდე ვიღაც ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ? აი სასულიერო პირები მაგალითად ერთმანეთს ხან ან ისე იგი მრევლი ერთმანეთს ვაყენებთ ხოლმე შეურაცხყოფას რაღაცა რატო? იმიტომ რომ და მოვიშველიებთ ხოლმე, საქმე რა არის, ნახეთ, სახარებიდან მოვიშველიებთ ხოლმე რაღაცა, იქ მამებიდან რაღაცას მოვიშველიებთ ხოლმე, რომ ამტკიცოს ადამიანმა ის, რომ ეხლა მე რასაც ვფიქრობ, ეს არის ღვთის ნებიდან გამომდინარე. და აი სულიერ ადამიანს, სულიერად მცხოვრები ადამიანი არის ამ კუთხით ძალიან ფრთხილი. ძალიან ფრთხილი არის, იმიტომ რომ საკუთარი თავიდან იცის, რას ნიშნავს საკუთარ თავზე მინდობა. რას ნიშნავს? იმიტომ რომ რამდენად ჯერაც მე ჩემ თავზე გეუბნებით, რამდენჯერაც საკუთარ ჭკუა გონებას, საკუთარ აზროვნებას, საკუთარ ისე იგი ხედვებსა და საკუთარ ღირებულებებზე გავაკეთე აქცენტი, იმდენჯერ ძალიან მძიმედ წავიქეცი. და გამომდინარე აქედან კი არ უნდა იძალაო ადამიანმა, რომ აი ხშირად ადამიანი უნდა იბრძოლო ბოლომდე, ეხლა თუ წაიქეცი უნდა წამოდექი. კი ბატონო, წამოდექი, მაგრამ ღვთით წამოდექი და მეორეთი ამ ბრძოლაში უკვე სხვა ფორმით შედი ღვთის მოიმედეთ და შედი ღვთის ნდობასთან ერთად, ანუ ენდე ღმერთს. დღეს ანუ კიდევ ვიძახით, ჩვენ ადამიანები არც საკუთარ სულს, არც საკუთარი ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების სულს და არც მათ ცხოვრებას, არც ჩვენი სამშობლოს ცხოვრებას მინდობა, აი მინდობა, პირდაპირ გაგებით მინდობა არ ვიცით ღმერთისადმი და რატომ არ ვიცით ეს? იმიტომ არ ვიცით, რომ პირველ რიგში ჩვენი სული არ მიგვინდია ღმერთისთვის და როცა შენ საკუთარ სულს მიანდობ ღმერთს და დაინახავ ღმერთი როგორც სახიერი, ანუ კეთილი ხუროთმოძღვარი, როგორც ანუ საოცარი სიკეთის მქონე, საოცარი სიბრძნის მქონე, როგორ ფაქიზად ექცევა შენ სულს იმისთვის, რომ აცხონოს და როგორი ჯოჯოხეთიდან ამოგიყვანა საკუთარი ცოდვებისა და ყოველდღიურად როგორც გზრდის საკუთარი მადლი და როგორ ზრუნავს შენზე, თუ ეს ადამიანს შენ თვითონვე არ გამოგიცდია და საკუთარი სული მინდობილი არ აქვს ღმერთზე, შეუძლებელია მაშინ ნახეთ, არა გაქვს შენ ღმერთის ცოცხალი იმედი, არა გაქვს შენს ღმერთის ცოცხალი ნდობა, არა გაქვს შენ არ ხარ ადამიანი ღმერთის მსასოებელი
და ამიტომაც გამომდინარე აქედან თუ საკუთარი სული არ მიგინდვია, ისე სულიერად სწორად არ მიგინდვია ღმერთისთვის, მაშინ შეუძლებელია შენ საკუთარი ოჯახის წევრებისა, საყვარელი ადამიანებისა, ვინც ჩვენთვის ძვირფასია, შენი სამშობლო, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, მიანდო ღვთის მოწყალებას და ღმერთის ნდობა იქონია. ამიტომ ნახეთ, ლოგიკურიც არის. როდესაც ადამიანი ნებისმიერი განსაცდელის ჟამს ან რაღაცა სულიერი ცხოვრება ვინც არ იცის, ღვთის მოიმედი არ არის, ღვთის ნდობა არ აქვს, ღვთის სასწორებელი არ არის, აი განსაცდელი მომივიდა რამე. ამ განსაცდელში პირველი რა უნდა თქვა, ღმერთო, შენი ნება იყოს შენი ნება. იქამდეც კი რომ შეიძლება გარდავიცვალო. ოღონდ მაცხოვნე. ანუ და ისე იგი მტკიოდეს, მაგრამ ცხონებას არ მომაგლო. ანუ ისე იგი განსაცდელი იყოს, მაგრამ შენს ცხონებას არ მომაგლო. ანუ სასუფეველს არ მომაგლო. და თუ კი ჩემთვის შემიძლია ამის, ნახეთ, აი თუ ჩემთვის ეს გააზრებული მაქვს და სულიერი ეს ცხოვრება ვიცი ადამიანმა, მაშინ ჩემი ეს სულიერი ცხოვრების ესე რომ ვთქვათ, აი მდგომარეობა აი ნელ-ნელა ფართოვდება. ანუ საკუთარი სული როცა მივანდე ღმერთს, ეხა ძნელია ხო ვიღაცა მიანდო. ანუ წესიერი ადამიანი სხვას, ანუ კიდევ ვიძახი, აი შვილს ხო არ გაასინჯებ პირველი ვთქვათ საჭმელს, ხო? პატარა ბავშვს ხო არ გაასინჯებ, ჯერ შენახავ, ცხელი ხო არ არის, მწარე ხო არ არის, რაღაცა რამე უგემური ხო არ არის, ჯერ შენ თვითონ იგემებ, წესიერი ადამიანი, ანუ მშობელი ზოგადად ასე აკეთებს, ანუ ჯერ თვითონ მიიღებს ამას და მახსოვს, აი მშობლები რო აჭმევენ ხოლმე, ხო, შვილებს, ანუ ხან არის ხოლმე ამ ბოთლში გაუმზადებენ რაღაცას ანის, ანუ თვითონ დედა მიცის ხოლმე ესე აი გასინჯავს, რომ ანუ ცხელი არ იყოს, ან რაღაცა უგემური არ იყოს, ამი არ დააკლდეს. როცა გავიზდებით ხოლმე უკვე დიასახლისი სიმწარეს, მარილს, სიმლაშეს და ასე შემდეგ, მოკლედ რაღაცა სინჯავს, რომ იმასთან, ვინც მისთვის საყვარელი ადამიანია, ვისთანაც ეს უნდა მიიტანოს, ხო, ანუ ის რო არ დაზიანდეს და არ დაზარავდეს. ასევეა სულიერ ცხოვრებაში, ანუ წესიერი როგორ ვთქვა, იცი, კეთილშობილი, ესე რომ ვთქვათ, კეთილშობილი და ესეთი აი ნორმალური და წესიერი ადამიანი, ესე ვიტყვი, აქაც იგივეს აკეთებს. და რას ვაკეთებ, ხოლმე? საკუთარი სული მივანდე ღმერთს, აი უნდა მივანდო საკუთარი სული ღმერთს. ერთხელ მაინც ვენდო, აი გაურკვევლობაში, მართლა გულისმიერად მივენდო, ჩემი თავი მივანდო, ჩემი საქმე, რომელიც უნდა წამოვიწყო, რომელ მუხლზეც დღეს საუბრობთ, ხო? ყოველი შენი წამოწყობის წინამძღოლი იყოს ის, ვინც ყველა სიკეთის საბაბი. ანუ აი ესეთი ნდობა ღმერთისადმი უნდა მქონდეს. ანუ იმიტომ რომ მე ნახეთ აი დახმარებისათვის მივმართავი ის აი შინაგანად ნახე რა განცდა უნდა მქონდეს რომ ვის ვენდობი ყოვლადძლიერ ღმერთს არის ჩვენი ღმერთი აბა დაფიქრდით უბრალოდ ოღონდ სულით თუ გძნობთ ამას ღვთის ყოვლადძლიერებას გძნობთ და რას ნიშნავს ადამიანმა იგრძნო ღვთის ყოვლადძლიერება აი მაგალითად წირვაზე ასამაღლებლები არის ხოლმე ხო რამე თუ შვენი შენ და ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა. ჩვენ ამას კი არ ვაქცევთ ყურადღებას. ადამიანებს გონიათ, რომ ეს რაღაცა რამე თუ უფალ შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, ეს არის ჩვენ მიერ ნათქვამი. და დასვი კითხვა, ისე იგი შენი სულიდან გამომდინარე იძახი მაგას, რომ მას შვენის, რას ნიშნავს, რომ უფალ შვენის დიდება, რას ნიშნავს უფალ შვენის პატივი და რას ნიშნავს რომ ჩვენის თაყვანისცემა შემდეგი ასამაღლებელია რამე თუ ყველაზე საინტერესო ძალიან ლამაზი ასამაღლებელია რამე თუ სახიერი და კაცთმოყარე ღმერთი ხარ ხო აი რა იცი რომ სახიერია ღმერთი რა იცი რომ კაცთმოყარეა ღმერთი ანუ ამას გძნობ ადამიანი შინაგანად, ანუ შენ მიენდე ღმერთს და მისი ყოვლად ძლიერება, მისი ყოვლად სიბრძნე, რომ ის ყოვლად ბრძენია, მისი ისე იგი უსასრულო სიკეთი, ანუ სახიერება, ისე იგი გამოსცადე საკუთარ თავზე, შენ მიენდე ღმერთს და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადე და თუ შენ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობ და ეს გამოსცადე საკუთარ თავზე, ხო? მაშინ შეგიძლია, აი ნახეთ როგორ არის, მე ვიცი რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია. მე ვიცი რომ ღმერთი ყოვლად ბრძენია.
მე ვიცი რომ ღმერთი ყოვლად სახიერია, მე ვიცი რომ ღმერთი ყოვლად მოწყალია და გამომდინარე აქედან მე რომ მან გამოავლინა ჩემზე ეს ყოვლად ძლიერება, ყოვლად სიბრძნე, ყოვლად სახიერება, ყოვლად სიკეთე, ყოვლად მოწყალება, მაშინ მე მჯერა უკვე, ნახეთ, მე მწამს ასეთი ღმერთისა, ამ ურთიერთობის ამ წამს უკვე და ამიტომ მე შემიძლია უკვე კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ მაშინ, უკვე რომ მე უკვე მივანდო ღვთის ნებას უკვე რა, ცოტა მეტი რა, ჩემი ცხოვრების გარდა მივანდო უკვე ჩემი ოჯახის, საყვარელი ადამიანების. ჩემს გვერდზე მყოფი ისე იგი რაღაცა მოვლენების, რომელიც ჩემს გარშემო ვითარდება. ანუ ჩვენი ურწმუნოების ბრალია, მიხვდით, როგორც სამღვდელოთა, ისე საეროთა. ჩვენ აი ეს ყველაფერი საკუთარ ცხოვრებაზე არ გამოგვიცდია უმეტეს შემთხვევაში. ჩვენ უბრალოდ ამაზე წარმოდგენა გვაქვს, აი ცოდნითაც ვიცით, ზოგმა ცოდნითაც არ იცის, ანუ ინტელექტუალური იმითი, რა ქვია, ნაწილითაც არ იცის გონებისა. ვინ ჩივის ახლა მის ადამიანის გონით ნაწილს, ანუ სულიერ ნაწილს, ხო? ეს ამითი არ აქვს ჩვენ გამოსწილი, იმიტომ რომ სული გრძნობს, ნახეთ, სული გრძნობს ღმერთის ყოვლადძლიერებას. იმიტომ რომ ეს ჩემი გასუფთა, გაჭუჭყიანებული სული მისმა ყოვლადძლიერებამ როგორ შეცვალა, როგორ დაეუფლა მას, როგორ შეცვალა, მისი ყოვლად სიბრძნე, როგორც ბრძენი ხუროთ მოძღვანი, როგორ ჩემს სულს რა გაუკეთა მან, როგორი სიბრძნე მისცა, როგორ სიბრძნეს ააზიარა, როგორ ბრძნულად განაგო მან ჩემი სულის ცხონება და ღმერთის სიკეთე, მისი სიკეთე როგორ მიიღო, ანუ მხოლოდ სული გრძნობს ამას, ღვთის მოწყალებას, ღვთის სიბრძნეს, ღვთის სიკეთეს, ღვთის ყოვლად ძლიერებას, მხოლოდ სული გრძნობს. და გამომდინარე აქედან, როდესაც მე ასე ცხოვრობ და ამას ვცდილობ, მაშინ უკვე ადამიანში ის სარწმუნოება იბადება, რომლითაც უკვე ადამიანი უკვე ნდობით გადადის ღმერთისადმი. ენდობა უკვე ღმერთს, სხვაგვარად ენდობა უკვე ღმერთს და ანდობს მას ყველაზე საყვარელს, ყველაზე უფრო მთავარს, ყველაზე საყვარელს კიდე. ხო, ანუ ეს არის ჩვენი ოჯახის წევრები და ფართოვდება ეს, ნახეთ, და აი ლოცვაც ეს არის. უფალს ვევედრები, ანუ ვიდრე თხოვადმდე, ანუ უფალმა იცის ჩვენ რა გვინდა. ვიდრე თხოვადმდე თქვენ და უფალმა იცის რა იგიხსამათ ყოველთაგანი, ანუ რა გჭირდება ადამიანს ეს უფალმა იცის, მაგრამ ის ელოდება შენგან აი ამ სულიერი ცხოვრების დასაწყის და ამ სულიდან ურთიერთობას მუდმივ ურთიერთობას. და აი მაგალითად ავიღოთ, ხო, ჩვენს გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანები ხშირად არის ხოლმე, რომ აი ვიხსენიებ და რას ვიძახით, უფალო იყოს ნება შენი. ხშირად ჩემთან ყოფილა, რომ უთქვიათ, რომ მამო, ეგრანაირი დალოცვა. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ღვთის ნება თავისი მოწყალებითა და კაცმოყვარების იყოს შენთან. ეს არ მოწონს. ანუ ნახეთ რა უნდა ადამიანს, ჩანაფიქრი რაც აქვს, ზუსტად იმის აღსრულება უნდა და გეუბნება, მამო, დამლოცე, რომ ეს ესე იყოს. მოსმენაც არ უნდა ადამიანს, ანუ აი საერთოდ გაგონებაც კი არ უნდა იმისა, რომ რაც მას ჩანაფიქრი აქვს, შეიძლება ისე არ იყოს. აი საერთოდ გაგონება არ უნდა. ეს არის მისი, ანუ ამის გარეშე არ შეუძლია. ეს არის მისი, მოკლედ, ჩანაფიქრი და მორჩა. ამის იქით არ იყურება ადამიანი. ხო და აი როდესაც ეუბნები ადამიანს, არადა შენ განცდა გაქვს ეგეთი, რომ ღმერთმა უკეთესად იცის. ღმერთმა უკეთესად იცის რა უნდა ადამიანს, რა ჭირდება ადამიანს. და როდესაც ლოცავ, ანუ შენ შინაგანად იცი, ანუ აი შინაგანად ძალიან კარგად იცი ადამიანმა ის, რომ ისე იგი ღვთის მოწყალება, ღვთის ყოვლად სიბრძნე, ღვთის ისე იგი ძლიერება. აი ეს გარკვეული იმედი აქვს. აი საოცარი შინაგანი განცდა, აი ღმერთი რო ადამიანთან არის, ხო? აი რაღაცა საოცარი განცდა გაქვს და უბრალოდ ნახეთ უხერხულობაცა გაქვს.
აი სულიერად ცხოვრება ადამიანს უხერხულობაც კი აქვს, დამიჯერეთ, უხერხულობაც კი ეუფლება, რომ ღმერთზე წინ გადახტეს. ანუ აი როცა თავისით იწყებს, ანუ ესეთი ინსტინქტი გამომუშავდება, აი სულიერი ესეთი როგორ ვთქვათ, სიფხიზლე ქვია ამას. ჩვენ ინსტინქტს ვეძახით ხოლმე, მაგრამ ამას ქვია ზოგადად სულიერი სიფხიზლე და რა გამომუშავდება ხოლმე, იცი რომ როცა გადაამეტებ ადამიანი და ღვთის მოწყალებას და ღვთის იმაზე წინ გადახტები, აი ადამიანი რომ მოვიდა და რამე, ან შენ თუ რამე გინდა ისეთი რა და მოგივა უცებ აზრი, აუ ეს მინდა რაღაცა და უცებ მოდი შინაგანად და ღვთისნება და უიფალო შენდობას ხო როგორ ჩენინებებ ისე იყოს და სხვაზეც აი სხვა ვიღაცა ანუ ვიღაცა რო გეუნება რაღაცას რო იცი რა აი ეს მინდა ანუ დამლოცი ან მაკურთხი ან რაღაცა ისეთი ის არის ხო აი უხერხულობა გექნება ადამიანს გარკვეული უხერხულობა გექნება ადამიანს რომ თუ კაცთ მოთნი არ ახარ რომ აი იცი რა ისე იგი უსულო მაინც ის რაც უნდა აი უნდა ადამიანს აუ ეგრე დამლოცე და ეგრე მითხარი რომ ამას გავაკეთებ და ანუ გაქვს რომ არა ეგ არა ჯობს რომ ღვთის ნება როგორც იქნება ისე იყოს ხო და აი ჩვენ რო არ ცხოვრობთ ასე ანუ შვილებიც ჩვენი ოჯახის წევრებიც ასე ცხოვრობენ ანუ ჩვენც ღვთის მოიმედეები არა ვართ ღვთის მსასწორებლები არა ვართ ღვთის ნდობა არა გვაქვს ღვთის ყოლა ძლიერებისა ღვთის ყოლა სახიერებისა ღვთის ყოლა სიბრძნისა ღვთის ყოლა მოწყალებისა არ გვჯერა ადამიანებს, იმიტომ რომ ეს პირადი ურთიერთობა და განცდა ღმერთთან არა გვაქვს და ამიტომაც ჩვენი ოჯახის წევრები და ადამიანები, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან და ამ შემოყურებენ სასულიერო პირებს და საერო ადამიანებს, უყურებენ ჩვენს ურწმუნოებას. ანუ რაღაცებზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ ნდობა ღმერთისა არ აქვს ადამიანს. აი არ აქვს მართლა, არ ცხოვრობს ღვთის მოიმედეთ. უბრალოდ ღვთის მოიმედე ცხოვრობს კიდე გეუნებით გაარჩიეთ ერთმანეთისგან რომ ღვთის მოიმედეობა არ ნიშნავს იმას რომ მე როგორც თვლი და მე როგორც მინდა ისე რომ იყოს არა იყოს ნება შენი მომოვჩვენოს ხო ყველა ვკითხულობთ ყოველდღე თითქმის ხო თავარი რა არის იყოს ნება შენი ეს ხო არ არის თან უფალმა გვასწავლა ეს ლოცვა სხვა ლოცვებზე შეიძლება ვინმე თქვას რომ ისე იგი ეს წმინდა რა თქმა უნდა ისიც სული წმინდისგან არის ანუ მამებისგან დადგენილია იქ მოციქულებისგან თქვა სხვა წინასწარმეტ ძველახმაშიც არის გარკვეული ლოცვები და აი ფსალმუნები არის მოკლედ ბევრი რამ არის მე წმინდანების ესე რომ თქვა რაღაცა ლოცვითი კანონი არის ლიტურგიის კანონი არის რომლებიც შედგენილია წმინდა მამათა მიერ და კაი ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მაგრამ უფალმა რაც გვასწავლა აი მამაუჩვენო რო აიღო და ყოველდღე ხო ვკითხულობ დაკვირვებით რო წაიკითხოთ მამაუჩვენო ხო ყველაზე მთავარი რაც მასში არის აი ყველაზე მთავარი ეს არის უფალო იყოს ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ანუ როგორც ზეცაში არის შენი ნება ანუ ის როგორც წესრიგია ზეციური წესრიგია და ცხონება არის იქ ეგრეთვე ქვეყანასა ზედა ანუ ჩემს გარშემოც იყოს შენი ნება ანუ მე მინდა რომ შენი ნება აღესრულებოდეს აქ იმიტომ რომ ანუ ყველაზე მთავარი რა არის ქვეყანასა ზედა პირველი ქვეყანა ეს არის ჩემი გული ანუ ჩემ გულში იყოს შენი ნება და წერა როგორც გითხარით მე ეს ქვეყანა ფართოვდება ჩემი გულიდან იწყება ანუ სულიდან ესე რომ ვთქვათ გული სული გონება ანუ ადამიანის უხილავი ნაწილი რაც არის ხო ის არის პატარა ქვეყანა მაგრამ იდეაში ყველაზე დიდი ქვეყანაა ჩემთვის ეს არის ქვეყანა ანუ იყოს ნება შენ ვითარც ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და ქვეყანა არის პირველ რიგში ჩემი გული და შემდეგ ეს ქვეყანა როდესაც მე ნამდვილად მინდობილი ვარ ღმერთზე და ჩემს გულში ასე ვცხოვრობ რომ იყოს ნება მისი და მჯერა წამს მისი ყოლაძლიერების მისი ყოლად მოწყალების მისი სიკეთის მისი სიბრძნის ანუ მაშინ უკვე ვაფართოვებ აი ეს ქვეყანა ფართოვდება და გადადის ოჯახზე რა თქმა უნდა ადამიანებზე ანუ ოჯახზე და გადადის ყველაზე მთავარი ჩემს სამშობლოზე და გადადის თლიანად ესე იგი კაცობრიობაზე დიდი მამები უკვე კაცობრიობისთვის ლოცულობდნენ და მართლა ტკიოდათ ადამიანებს აი კაცობრიობის მდგომარეობა ერთხელ პაისი ათონელთან მივიდნენ დედები და ეუნებოდნენ ტირო და პაისი ათონელი ცრემლები მოსდიოდა და მამა პაისის და უთხრეს რომ მამაო რატო ტირი ხარო და
ქალებიო, ვინცკიო, სამყაროშიო აბორტს იკეთებენო, ანუ საკუთარ შვილს კლავენო მუცელშიო, ჩემი ბრალიაო. ნუ დედები გაოცდნენ ახლა, მამაო, რას ქვია შენი ბრალია, შენი რა ბრალია, როდესაც სადღაც მეორე ქვეყანაში ან სხვა კონტინენტზე ვინმე ქალიო აბორტს იკეთებსო, ამ ცოდვას ჩადისო და მამა პაისიმ თქვა, რომ მე რომ კარგი ბერი ვიყვეო და კარგი მორწმუნე ან მონაზონი ვიყვეო და ლოცულობდეო გულიანათო, მაშინ ისინი ამას არ გააკეთებდნენ. ნახეთ, რამხელა ხედვაა, რომ პაისი ათონელის გულში მთელი სამყარო და მისი ცოდვები ეტეოდა. გახსოვთ, მამა გაბრიელიც იძახდა ხოლმე ამას. მამა გაბრიელიც იძახდა, რომ ესე იგი მთელი მსოფლიოს ტკივილი, ესე რომ ვთქვათ, მის გულში იყო და იტევდა, მოკლედ და საქართველოზე იძახდა, მთელი საქართველოს ტკივილი ჩემს გულშია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნდა ვენდობოდეთ ღმერთს, მაგრამ ეს ნდობა უნდა იყოს დაწყებული ადამიანისა, მოკლედ საკუთარი გულიდან. ეხლა რაც შეეხება შემდეგ ნაწილს, ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ უნდა გავარჩიოთ, ხო? ეხლა რაც წავიკითხეთ ჩვენ, თქვათ, რა წავიკითხეთ, ხო? რათა შენ მიერ განზრახული წამოწყებაც ღმერთის მოსაწონი იყოს, როგორ დავწმუნდეთ იმაში, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისე იგი რა ხდება ადამიანში იმ დროს, როცა მას უნდა რომ დარწმუნდეს, რომ ღვთის მოსაწონი არის თუ არა ის, რასაც ის აკეთებს. ხო, საინტერესოა, ხო? ხშირად არის ხოლმე ადამიანი, მოვდივართ მაგალითად მოძღვართან და მამაო, ეს გავაკეთო, ის გავაკეთო, ესე გავაკეთო, ისე გავაკეთო. ნუ გასაგებია, როდესაც დამწყებია ადამიანი ხა სულიერ ცხოვრებაში, ხო? გასაგებია მას მოძღვარი ჭირდება, რომ ისე იგი ნაკლები შეცდომები დაუშვას და რაღაცნაირად ხშირად არის ხოლმე წვრილმანებსაც კითხულობენ ხოლმე ადამიანები, მე სიმართლე გითხრათ, არ ვემხრობი ამას, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანი ისე პასუხისგებლობებს გადაიტანს ხოლმე თავის მოძღვარზე და სასულიერო პირზე და ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირებიც, ანუ როგორ გითხრათ, თუ უყურადღებოა სასულიერო პირი და გამოუცდელია, ესე რომ ვთქვათ, სულიერ ცხოვრებაში, იღებს ამ პასუხისგებლობას, ანუ ისცემს პასუხებს, რომ იქ წავიდე, მამაო, შეიძლება ხო წადი, იქ არ წახვიდე, ესე გააკეთე, ისე გააკეთე და იმდენად წვრილმანებში ერევა, რომ მერე რა ხდება, ნახეთ, რა არის მნიშვნელოვანი, გაიზრდება მრევლი ამ სასულიერო პირისა და ყველასთან იგივეს ითხოვენ, ყველანი და საბოლოო ჯამში ვერ უმკლავდება სასულიერო პირი, იმიტომ რომ ის რაც არ არის მისი პრეროგატივა და ის რაც ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თვითონ საკუთარი წეღარაზეც ვილაპარაკეთ, ღმერთზე მინდობილმა, ღვთის მოიმედემ, ღვთის ისე იგი ნდობით უნდა გააკეთოს, ის რაც მისი პასუხისგებლობა არის, ამის გადატანა სასულიერო პირზე არის ხოლმე სიმძიმის მომტანი, როგორც სასულიერო პირისთვის დროთა განმავლობაში, ასევე იმ ადამიანისთვის და საბოლოო ჯამში ადამიანი რჩება შინაგანი სიმყარის გარეშე, ანუ სიმყარე საერთოდ არ აქვს ამ შემთხვევაში ხოლმე ადამიანს და ძალიან ისე იგი შემდეგ გამოიფიტება და ესე ვთქვათ, სულიერი იმუნიტეტი საერთოდ დაკარგული აქვს ხოლმე ადამიანს, იმიტომ არ იცის რა დროს რა გააკეთოს, იმიტომ რომ შინაგანად არ არის დაჩვეული მოკლედ ღმერთზე თვითონვე მინდობას, ღმერთისაგან გამოთხოვას რაღაცისა და არ აქვს იმდენი გონიერება გაარჩიოს რა კეთილია, რა ისე იგი ბოროტია, რა ბნელია და რა ნათელია, რა ტყუილია და რა მართალია და როგორ იმოქმედოს არ იცის ადამიანი. ამიტომ ეხლა მე შევეცდები, რომ ეს საკითხი, რომელიც ახლა წამოწია, აბა მომისმინეთ, მოკლედ რა აქტი უნდა განახორციელოს სულიერად, რა აქტი უნდა განახორციელოს ადამიანმა ამ დროს. იმის მიზეზი თუ რატომ ვერ ვარჩევთ ზოგადად, გარჩევადობა არ აქვს ადამიანს, ანტონი დიდის კითხეს ერთხელ, რომ იცოდეთ, რომ ისო ყველაზე დიდი ცოდვაო რა არისო, ყველაზე მძიმე ცოდვა რა არისო და ყველას ეგონა რომ იტყოდა ხორციელნებებს, ხო, რაღაცა მრუშობა ან ესეთი რაღაც და საოცარი რამე უთხრა ანტონი დიდმა, რომ ყველაზე დიდი ცოდვაო, ესე რომ ვთქვათ, არის, როდესაც ადამიანს არ აქვს განსჯის უნარი. ანუ
გარჩევადობის უნარი, განსჯის უნარი, გარჩევადობის უნარი, როდესაც ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისგან კარგსა და ცუდს, ბოროტსა და კეთილს, ბნელსა და ნათელს, ტყუილსა და მართალს. ანუ ეს არისო ყველაზე დიდი ცოდა, ანუ ამაზე დიდი და მძიმე არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის მიზეზი მერე, რომელსაც ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანია მერე რომ ხორციელ ცოდვებში ცვარდება და დანარჩენი მოკლედ ყველა ცოდვით შეიძლება ცოდოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს მოკლედ გარკვეულწილად გამრჯელობის უნარი. ეხლა ნახეთ, რა არის მიზეზი? რა არის მიზეზი იმისა, როდესაც ადამიანის არ აქვს გარჩევადობის, ანუ საგნების, მოვლენების, ანუ ჩემს გარშემო განვითარებული გარკვეული მოვლენების, ან ჩემში არსებული მიმდინარე პროცესებიც, რომელიც ჩემს შინაგანში მიდის, ან გარეთ მიმდინარე პროცესების, ესე რომ ვთქვათ, ანუ თუ როცა არ აქვს ადამიანს ამ გარჩევის უნარი, რა. ანუ რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი არის, როდესაც ადამიანს არ შეუძლია ჩაღრმავება მოვლენაში პირველ რიგში და ნახეთ ორი რაღაცა, აბა დაუკვირდით, შეხედვისთანავე. აი ადამიანის ზედაპირული როცა არის და თვითონ სიღრმე არ აქვს, აბა დაუკვირდით, როდესაც დაჩვეული ვარ მე ღრმა აზროვნებას და ღრმა აზროვნება რას ნიშნავს, იცით? აი ნებისმიერი რამე რაც წავიკითხე, ან რაღაცა ხდება, ჩემში რაც ხდება პირველ რიგში, ჩემ თავში უფრო ღრმად ვიყურები. ანუ ღრმად ჩახედება, ღრმად აზროვნება, რატომ, რისთვის, ოღონდ გარეთ არა, ვიღაცამ რატო გააკეთა, ეს მერე ხდება. მერე მოდის ადამიანში გამოცდილება, მაგრამ პირველ რიგში, ანუ ღრმა აზროვნება და ღრმა ხედვა ადამიანისა იწყება საკუთარ თავში ჩახედებით. ყველაზე დიდი სიღრმე, ყველაზე უფრო ახლოს ყველა პროცესისა, იმიტომ რომ ადამიანი ფაქტობრივად არის შემცირებული კოსმოსი. ანუ კოსმოსას გულისხმობ, ხო, მთელი ქმნილებაა შემცირებული, იმიტომ რომ ადამიანში არის ყველაფერი, რაც სამყაროშია და მთლიანად ქმნილებაშია და ამავე დროს დამატებით არის ისეთი, რაც ქმნილებაში არ არის. ეს არის მისი თავისუფალინება, ანუ სული, გონითი სული, რომელიც ადამიანს გააჩნია. ანუ ნახეთ როგორ რაღაცა, ამიტომ მთელი სამყარო ჩემში არის. თუ რამე კანონის დანახვა მინდა, ფიზიკური, ბიოლოგიური, ეს იქნება ფსიქიკური თუ ზნეობრივი და სულიერი, ეს ყველა პროცესი ჩემში მიმდინარეობს. ამიტომ ყველაზე ახლოს, ჩემთან ყველაზე ახლოს არის ჩემი თავი. ანუ მე შემიძლია, ანუ ადამიანი ჩემი თავი იმხელათი ღრმაა და ღმერთმა მე შემქმნა მის საკუთარ ხატად და მსგავსად, ანუ მე შემიძლია საკუთარ თავში ღრმა აზროვნება ვისწავლო. ფიქრი საკუთარ თავზე, საკუთარ თავში მიმდინარე პროცესებზე, ვნებებზე, თქვათ იქ რაღაცა შეცდომებზე, ფიქრებზე, მოძრაობები, რაც კი შეიძლება შინაგანად იყოს, ხო? ასევე ხო დაკვირვებული ვართ პირობითად, ესე იგი ფიზიკური მებს, ხო, ადამიანს თქვათ წნევა რო აქვს, რა წამალს სვავთ, თქვათ იქ რაღაცა ყელიას ტკივდა ადამიანს, ანუ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა ხო კარგად გვაქვს გამოკვლეული და ვიცით როგორ უშველოთ, რანაირად უშველოთ, ხო? ასევე ჩვენში არსებული სხვა პროცესებიც, ანუ სხვა რაღაცების, რაც კი ადამიანში ხორციელდება, ყველაზე ახლოს ჩვენი თავი არის, ანუ საკუთარი თავი არის. ამიტომ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა იმისა, რომ ვერ ვარჩევთ კარგსა და ცუდს, ბოროტსა და კეთილს და ასე შემდეგ, ანუ მოვლენებს, კარგია თუ ცუდია, ეს რაც ხდება, რა არის, როგორია, რატომ არის ეს პრობლემა? იმიტომ რომ ადამიანს პირველ რიგში არ შეუძლია ღრმა აზროვნება. ანუ სიღრმისეულად დანახვა რაიმე მოვლენისა. ხო, აი რო ვიძახით ხოლმე, რომ ჩვენ ვართ აი იმპულსურები ეგრევე, აი სწრაფად ვეღიაგირებთ ყველაფერზე და ეხლა გეტყვით, აი რაც არის ზოგადად რა რეაგირებაზე მაქვს საუბარი. ანუ ღრმა აზროვნება ადამიანს ოდესაც არ შეუძლია და კიდევ ვიმეორებ, ღრმა აზროვნება იწყება საკუთარ თავში ჩახედებით და ამის სიყვარულით. უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარ თავში ჩახედება და საკუთარ თავში მოგზაურობა, გამოკვლევა საკუთარი თავისა. ანუ რაღაც რასთან მიმართებაში, ხო, ღმერთთან მიმართებაში, ხატებასთან და მსგავსებასთან მიმართებაში, ხო, სულიერ სასუფეველთან მიმართებაში, რომ მე თავისუფალი, ისე იგი არსება ვარ, თავისუფალი აზროვნებით შექმნილი არსება ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი თავის სიღრმეებში ჩახედება თუ შეუძლია ადამიანს, მაშინ ასეთი ადამიანი, ანუ
სულიერად მცხოვრებ ადამიანს გულისხმობ, ასეთი ადამიანი ყოველთვის ღრმად იყურება გარეთაც. Იმიტომ რომ მას ჩვევაში აქვს ეს. ნახეთ, ბუნებით ავარ უკვე ესეთი, ჩემ ბუნებაშია მდგომარეობა ისეთი, რომ ზედაპირული აზროვნება არ მიყვარს. ეხლა გადახედეთ დღევანდელ სამყაროს როგორია. ყველანაირად ცდილობენ, აი ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ოღონდ ადამიანმა არ გადაეჩვიოს ადამიანი და არ იცოდეს სიღრმისეული აზროვნება და ფიქრი. რატომ? იმიტომ რომ ვისაც სიღრმისეული ფიქრი და აზროვნება არ შეუძლია, იმ ადამიანის დამონება, იმ ადამიანის ნებისმიერ მიმართულებით წაყვანა, ნებისმიერ, ისე იგი, აი, როგორ გითხრათ, იცი, დააჯერო ადამიანს, რომ ტყუილი მართალია, რომ ისე იგი თეთრი შავია და ბოროტება სიკეთეა, ასეთ ადამიანს შეგიძლია. ნახეთ, ისე იგი, თუ ღრმა აზროვნება არ შეუძლია ადამიანს და კიდე გეუბნებით, დაიმახსოვრეთ ეს, სიღრმისეული აზროვნება არ ნიშნავს ბევრის წაკითხვას და ამ წაკითხულიდან გამომდინარე გააზრებას და გარეთ ყურებას იმით, რომ აი სიღრმისეულად. ეს ძალიან, როგორ გითხრათ, მატყუ არ არის, იმიტომ რომ ინტელექტი ძალიან მალე ტყუდება. ერთადერთი ვისაც შეუძლია კიდევ ვიძახე სიღრმისეულად სიბრძნე იქონიოს, აი ღმერთის სიბრძნისა იყოს მის გულში არსებული ღმერთის სიბრძნისა იყოს და მასთან ურთიერთობა ქონდეს, შეუძლია მხოლოდ შინაგანად ისე იგი სიღრმისეულად საკუთარ თავში ჩაღრმავებულ ადამიანს და ასეთ მოაზროვნე ადამიანს. და ნახეთ რა ხდება. ჩვენ პირველივე შეხედვისთანავე, ნახეთ, ორ რაღაცას ავლენს ადამიანი. აბა კარგად დაუფიქრდით, ორ რაღაცას, ორი რაღაცას იმაშვებით ვავლენთ. ისე იგი, ვავლენთ ან სიყვარულს, ან სიძულვილს. ეს ორი გზნობა გამოდის. ანუ რაც არ ხდება ჩვენს გარშემო, ეგრევე იმპულსურად ადამიანი ავლენს არ რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, არ რაღაცა მომწონს, რაღაცა არ მომწონს, მაგრამ საბოლოო ჯამში მკვეთრად რო ვთქვათ, რაღაცის მიმართ სიყვარულს და რაღაცის მიმართ სიძულვილს. აი მაქსიმე ამხსარებელი იძახის საოცარ რაღაცას. ნახეთ, საოცარ რაღაცას იძახისო. ვნება რა არისო, როდესაც ეკითხებიან, ის იძახის ასეთ რამეს, რომ გაუაზრებელი სიყვარული და უმისამართო სიძულვილი. ანუ ადამიანს, როდესაც არ იცის რა იმსახურებს სიყვარულს, რომ რაღაცა სიყვარულს იმსახურებს, მაგრამ ზულს და რაღაცა სიძულვილს იმსახურებს, ანუ გულისწყრომას, სიძულვილს იმსახურებს და ადამიანს ის უყვარს. და თქვენ იცით, რომ ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანში ზუსტად ეს არის არეული. დაცემიდან გამომდინარე, ჩვენში ესაერია. გაიხსენეთ, ღმერთს ადამმა და ევამ ღმერთს უთხრეს არა და ბოროტს უთხრეს კი. ანუ იმას დაუჯერეს, იმას არა, ანუ სიკეთეს უთხრეს არა, ბოროტებას უთხრეს კი, სიბნელეს უთხრეს კი, სინათლეს უთხრეს არა. და გახსოვთ სახარებაში რა წერია მაცხოვარი რო იძახეს, იყოს თქვენი კი და არა, ანუ ხო, არა და დანარჩენი უკეთურისგან არის. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ორ რაღაცამდე დაიყვანება, მიხვდით და დაუკვირდით როგორ არის ჩვენი იმპულსები, როგორ მოქმედებენ, უკვე შინაგანი განწყობები გვაქვს ადამიანებს. და როცა ვიღაცა რაღაცას იძახის, ან რაღაცა იმ წუთში ეს ორი გზნობა გამოვარდება გარეთ და ორი რაღაც მოქმედებს, ან სიყვარული, ან სიძულვილი ადამიანისა, ხო? და ასეთი გამოვლენილი მერე სიყვარული, ანუ იმპულსური სიყვარული და ეს სიძულვილი აუცილებლად იმორჩილებს გონებას. და გონებას, რომელსაც აი ეს ინსტინქტები იმორჩილებს, ანუ გონებას, სულის გონით ნაწილს, ოდესაც ეს გრძნობები, რომელიც არის, ანუ სიყვარული რა მინდა ვთქვა, იცი, ანუ სიყვარული არა როგორც აი სრულყოფილი მისი გამოვლინება. მოდი ესე ვთქვა, სიყვარული და სიძულვილი კი არის ყველაზე მაღალის, მაგრამ ესე ვთქვა, კეთილგანწყობა და არაკეთილგანწყობა. ხო, აი ესეთი რაღაც ამ ორი ტერმინში ჩამოვიყვანოთ ესო, ჩვენთვის უფრო უკეთესად გასაგები იყოს, რომ კეთილგანწყობა რაღაცის მიმართ და არაკეთილგანწყობა. და აი ეს იმპულსური გამოვლინება ჩემი კეთილგანწყობისა და არაკეთილგანწყობისა აუცილებლად იმორჩილებს გონებას.
და როდესაც გონებას იმორჩილებს, მაშინ ადამიანს უკვე უკარგავს გარჩევადობის უნარს. ანუ გონება კარგავს გარჩევადობის უნარს და ვერ არჩევს ადამიანი კეთილსა და ბოროტს, თეთრსა და შავს, ესე იგი ტყუილსა და მართალს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი მოვლენისა, ნებისმიერი რამე საგნის დანახვისა. გახსოვთ მე რას მოგიყვანთ, რამეს როგორ მინდა. ბავშვობაში გაიხსენეთ, რაღაცას ბავშვს შეიყვან მაღაზიაში, მინდა. ხო, რაღაცას დაინახავს ადამიანი, მანქანას დაინახავს, ესე ხომ იყიდი. ხო, იმდენად მისი პირველი, განა იაზრებს იმას, რომ ის რა თუნდა, რაში ჭირდება, სიღრმისეულად გააზრებული კი არა აქვს, სახარებიდან გამომდინარე, სულიერებიდან გამომდინარე, სჭირდება თუ არა მას ეს. უბრალოდ იმპულსი მოქმედებს ადამიანში, ხო? კეთილგანწყობა და არაკეთილგანწყობა. არა და არის რომ მაგალითად ბავშვისთვის ან ვიღაცისთვის რო გითქვია რომ ეს ხო არ გინდა, არა არ მინდა. ხო, დაფიქრდი ჯერ, იქნებ გინდა, ხო? ეს არის ის იმპულსები, რომელიც ადამიანის გონით ნაწილს, სულიერ გონით ნაწილს აუცილებლად, როგორ გითხრათ, აზიანებს, იმორჩილებს, ხო? და შემდეგ გარჩევადობის უნარს უკარგავს. გამომდინარე აქედან პირველი რაც არის, ამის მოთოკვა უნდა შეეძლოს ადამიანს, გონიერ ადამიანს და სულიერად ცხოვრებ ადამიანს პირველ რიგში უნდა შეგეძლოს ამ განწყობების მოთოკვა. და ეს განწყობების მოთოკვა სწავლობს ადამიანი იმით, რომ სულიერად ღრმა არის. ჩემში არსებულ მოვლენებს, მოდი ავიღოთ ესეთი რამე, ხშირად არის ხოლმე ესეთი ნათქვამი, მაგალითად, რომ ადამიანი, რომელიც თვითონ ცოდავს, საკუთარი ცოდვის მიმართ არის ვექილი, ადვოკატი და სხვისი ცოდვების მიმართ არის პროკურორი, ბრალმდებელი. იმას, რასაც საკუთარ თავში პატიობს, იმიტომ რატო პატიობს საკუთარ თავში რაღაცას რო გააკეთებს, იმიტომ რომ მან იცის ამ ცოდვის ჩადენის წინაპირობა და შემდეგ იცის სიღრმისეულად რატო დაემართა მას ეს. მაგრამ სხვა ადამიანი რო იგივეს აკეთებს, ის მრავლდებელი ხდება. რატო ხდება მრავლდებელი? იმიტომ რომ ის ღრმად კი არ უყურებს. სიღრმისეულად კი არ უყურებს ამას, არამედ ისე იგი ეგრევე პირდაპირ რეაგირებს, როგორც წეღანა ვთქვი, ეგრევე რეაგირებს იმაზე, რომ ეს ესეა და ეს ისეთია და ეს ესე, გადაწყვეტილებას იმპულსურად სწრაფად. ამიტომ პირველი რაც არის, ადამიანს უნდა შეეძლოს მოთოკვა, ამ განწყობების მოთოკვა, ეს სურვილებისა, რომელიც გაქვს ადამიანს უნდა მოთოკოს და აუცილებლად უნდა, როგორ გითხრათ, არც თავიდან ბოლომდე უნდა შეიძულო რაღაც, კეთილგანწყობილი ეგრევე არ უნდა გახდე რამისადმი და არც არაკეთილგანწყობილი არ უნდა იყო. რაღაცნაირად უნდა შეეცადო შინაგანი სიმყარე და სიღრმისეულად დაინახო. ნახეთ როგორ არის, ამას სულიერი ძალა ჭირდება რა. გადახედეთ კაცობრიობას როგორ არის. ნახეთ, დღევანდელ ჩვენ საზოგადოებას გადახედეთ, სოციალურ ქსელებს გადახედეთ, თქვენს მოქმედებებსაც გადახედეთ, სულ იმპულსური არის. არაფერი სიღრმე არ აქვს. დაფიქრება არ აქვს საერთოდ, ეგრევე სწრაფად, როგორ გითხრათ, დაგორებულ ქვას გაქვს ჩვენი ცხოვრება. ისეთი სისწრაფით მიექანება და ზვავივით არის, აგროვებს თავის იმას, ესე რომ ვთქვათ, სიმძიმე გროვდება და გროვდება, ამხელა ბუნდა დაგროვდა და დაგორდა და მოკლედ აკრიფა და ამ წნეხის ქვეშა ვართ, ამ წნეხის ქვეშა ვართ. გავიღვიძებ თუ არა უკვე ეს კეთილგანწყობა და არაკეთილგანწყობით ვიღვიძებთ. არანაირი შინაგანი სიმყარე არ აქვს ადამიანს, რომ გამოავლინოს, იფიქროს, სიღრმისეულად ჩაფიქრდეს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და იმ წუთში სწრაფადვე არ ავლენს ადამიანი ამ სიყვარულსა და სიძულვილს, კეთილგანწყობასა და არა მოკლედ კეთილგანწყობას. მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ მამებიც მოვიშველიოთ, რა თქმა უნდა, გრიგოლ ღვთისმეტყველი იძახის მოკლედ საოცარ სიტყვებს. ნახეთ, ყველაზე მეტად ადამიანებს უცხოზე საუბარი აკმაყოფილებთ. უცხოზე საუბარი ას ნიშნავს, იცით, რაც თქვი. არ გაუაზრებლად, არც იცის რა არის უკვე კეთილგანწყობა აქვს და უკვე არაკეთილგანწყობა. უცხოა მისთვის ეს საკითხი, მაგრამ უკვე შინაგანი ესეთი ეგრევე გარეგნული იმით, რომ
ისე იგი არაკეთილგანწყობა აქვს უკვე ადამიანს, ხო და ნახე რა წეს უცხოზე საუბარი აკმაყოფილებ და როცა ვინმეს მიმართ სიყვარულით ან სიძულვილით განიმშვალება ადამიანი, სწორედ ამ გრძნობათა გამო იფარება მათთვის ჭეშმარიტება. ანუ ნახეთ, აი ამ გამოვლენისა, სიყვარულისა და ესე ვთქვათ, სიძულვილისა, კეთილგანწყობისა და არაკეთილგანწყობის იმპულსურად მოქმედების უკან მისთვის იმალება ჭეშმარიტება. ნახეთ ახლა აი ჭეშმარიტების ძიება რო უნდა ადამიანს, დღეს ყველას ხო ჭეშმარიტება აქვს, ესე რომ ვთქვათ, ამოდებული იმაში, ესე რომ ვთქვათ, აი ყველა მაგას საუბრობს, აი მე ახლა ისე იგი მე ვლაპარაკობ ჭეშმარიტს და ისე იგი მე მომისმინეთ და ახლა ეს არის და რეებს ალაპარაკობთ რა დროს ეს არის, ანუ ყველა თავის თავზე იძახის რომ რაღაცა გარკვეული ჭეშმარიტება აქვს, მაგრამ რო დააკვირდები ადამიანებს პირობითად, ხო? წმინდათ იმპულსურები არიან, აი წმინდათ იმპულსურები. უკვე ანუ ან კეთილგანწყობა აქვთ, ან მოკლედ არაკეთილგანწყობა აქვთ რაღაცის მიმართ. ან სიძულვილი აქვთ რაღაცის მიმართ, ან იმის. ამიტომ რომ და ამის უკან იმალება ჭეშმარიტება. ამიტომ ახლა რო უყურებ ადამიანი ამ ყველაფერს, წqins ადამიანს, ანუ რა თქმა უნდა ეწყინება ადამიანს, ოდესაც როგორ გითხრა, გიყვარს ადამიანი, მაგრამ არ გჯერა მისი. ანუ განა იმისი არ გჯერა, როგორც პიროვნებისაგან არ გჯერა. მისი ქმედებები არ იმსახურებს სანდოობას. ანუ მისი ქმედებები, ანუ ის როგორც უდგება გარკვეულ საკითხს, როგორათაც უდგება გარკვეულ საკითხს, არ იმსახურებს ნდობას. აი ეს არის, აი სულიერი ცხოვრება, აი ამიტომ არის ღრმა არის ძალიან. და როდესაც აი ნახეთ, ლოცველი ადამიანი, საკუთარ სულში ჩახედებული, საკუთარ სულში მებრძოლი ადამიანი, რომელიც მართლა ღმერთს ენდობა, ადამიანი, რომელიც ანუ ღვთის საკუთარ გულშია განცდილი, ღვთის ყოვლად ძლიერება, ღვთის ყოვლად სიბრძნე, ღვთის ყოვლად მოწყალება, ღვთის ყოვლად სახიერება, სიკეთე, ანუ ეს რო გულშია განცდილი, ხო, ანუ ესეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს ასეთი იმპულსური. ანუ მას არ შეიძლება ქონდეს ეგრევე სწრაფადვე რაიმე მოვლენისადმი ან კეთილგანწყობა, ან მოკლედ კეთილგანწყობა, ან არაკეთილგანწყობა, ან სიყვარული, ან სიძულვილი. იმ წუთში ფიქრდება ადამიანი, იმ წუთში არენდობა საკუთარ თავს, არენდობა, აი წეღან რითიც დავიწყეთო, უნდობლობა აქვს საკუთარ თავზე და იძახისო, მოიცა, ისე იგი იქნებ მე რაღაცა მეჩვენება, იქნებ რაღაც და ანუ აუცილებლად უნდა ქონდეს ადამიანს გარკვეული მეთოდი უნდა იცოდეს და ეს მეთოდი არის გულისმიერი ლოცვა, რომ აი მართლა ღმერთთან საუბარში შეხვიდე და ღვთის ნება გამოითხოვო და თქვა რომ უფალო მე ესე მეჩვენება რომ ეს რაღაცა სიყვარულს იმსახურებს, ეს რაღაცა სიძულვილს იმსახურებს და გევედრები, მომეცი ძალა რომ ამის გარჩევის უნარი მქონდეს, შემეწიე რომ გავარჩიო ცუდი და კარგი, ტყუილი და მართალი, ბნელი და ნათელი, კეთილი და ბოროტი, მომეცი ამის ძალა. აი ეს არის სულიერად მცხოვრები ადამიანი და მით უმეტეს ეს ევალება აი სასულიერო პირებს. სასულიერო პირებს ევალებათ ეს რომ აი ამ მეთოდით ანუ არ შეიძლება სასულიერო პირი აი ესეთი იმპულსური იყოს. არ შეიძლება სასულიერო პირი აი ამ საკუთარი უყურადღებობით ნახეთ, ანუ ავლენდეს აი როგორ გითხრათ აი ესეთი როგორ არხეინობით, კარგი გაგებით მინდა რომ ანუ სწორად მინდა რომ გამიგოთ რომ აი ღვთისნებაზე აქვს ვითომ მინდობილი, ეს არ არის ღვთისნებაზე მინდობა. ანუ როგორ გითხრა სიზარმაცე და ანუ სიზარმაცე არ არის ეს ღვთისნებაზე მინდობა, როდესაც შენ სულიერ ღვაწლს გაურბიხარ, რაზეც ვილაპარაკე, ჩაღრმავებას გაურბიხარ, ლოცვას, ანუ ღმერთის განცდას, ანუ ტკივილებს, საკუთარი შინაგანში მოგზაურობას გაურბიხარ ადამიანი და ღრმა აზროვნებას გაურბიხარ და მერე უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გაქვს ადამიანს და უბრალოდ იძახი რომ მე აი ღმერთს მივანდე, ჩემი ისე იგი ჩემი თავიცა, ღმერთზე მაქვს მინდობილი ჩემი ოჯახის და ეს არის ანუ ერის ადამიანმა ჯერ კიდე მასაც ევალება რა თქმა უნდა, მაგრამ ერის ადამიანმა სანამ ისწავლის ამათ შეიძლება დაუშვას ეს შეცდომა და არ იცოდეს ყოველ შემთხვევაში ან საკუთარ თავში მოგზაურობა არ იცოდეს, მაგრამ სასულიერო პირმა ეს უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ლიტურგია სხვა არაფერი არ არის თუ არა ეს. ანუ ლიტურგია არის ყველაზე ღრმა მოგზაურობა საკუთარ თავში. ლიტურგია ეს არის ანუ
ყველაზე დიდი შეხვედრა ღმერთთან, ყველაზე აღმატებული რაც კი ზოგადად კაცობრიობას მოგვეცა დედამიწაზე და გამომდინარე აქედან თუ კი სასულიერო პირი ამ სიღრმეებში არ ჩადის, მაშინ იმპულსური ხდება. და როდესაც სასულიერო პირიც ესეთი იმპულსურია, მაშინ რა თქმა უნდა მრევლიც თავისთავად ესია. ხშირად არის ხოლმე რომ აი მაგალითად მრევლი, ან ეკლესიის მრევლი, ან მამაკაცები მით უმეტეს რაღაცა ცდილობენ ხოლმე რომ ზემოქმედება მოახდინონ სასულიერო პირზე, რომ მათი ეს როგორ გითხრათ ეს იმპულსური, მათი ეს გაუაზრებელი, შეიძლება უფროსი იყოს ადამიანი ასაკით, შეიძლება, მაგრამ სულიერად არის ბავშვი, სულიერად საერთოდ არ იცის ცხოვრება, შეიძლება 20 წელია, 30 წელია ადამიანი ეკლესიაში დადის. შეიძლება აღსარებას ამბობს ეზიარება, მაგრამ შინაგანი სიღრმე, სულიერება საერთოდ არ აქვს ადამიანს, არის იმპულსური, არის საკუთარ, როგორ გითხრათ, ისე იგი აი გონებაზე, ინტელექტზე, საკუთარ დაგროვილ გარკვეულ ვითომ ცოდნაზე, რაღაცა აი როგორ გითხრათ, იცი, პატივმოყვარეობაზე, საკუთარ ცოდნისადმი და საკუთარ თავზე მინდობაზე არის, მინდობილი არის საკუთარ თავზე და ცდილობენ ხოლმე ასეთი ადამიანები ხშირად რომ აიყოლიონ სასულიერო პირი გარკვეულწილად რაღაც და აი თითქოს მრევლი ამ განწყობით არის, მაგრამ აი ნახეთ, როდესაც სასულიერო პირი აი ესეთი ღრმა აზროვნება შეუძლია, როდესაც სასულიერო პირს უნდა შეეძლოს აი ესეთი საკუთარ თავში ჩაღრმავება და რა გავაკეთო, კარგი რა არის და ცუდი რა არის და ბოროტება რა არის და კეთილი რა არის, რა იმსახურებს სიყვარულს და რა სიძულვილს, რა იმსახურებს კეთილგანწყობას და რა არა კეთილგანწყობას, აი ეს სასულიერო პირს ეს უნდა შეეძლოს და შემდეგ ამისი თქმა უკვე მრევლისადმი უკვე არ მოერიდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრათ, იცი, ტკივილ გამოვლილია. ეს ყველაფერი მართლა ღმერთამდე მიტანილი არის. მართლა გულისმიერად გძნობ, რომ ახლა შენი ნებას კი არ აღასრულებ, არამედ მართლა ღვთისადმი მონიჭებულ, ესე ვთქვათ, აი ნაკარნახევ, სულში ნაკარნახევით მოქმედებ ადამიანი. და ამიტომ ამას არ თმობ მე. იქ რაღაცა შეიძლება ეპითეტებით შეგამკონ ვიღაცებმა, რომ ეს იცი რა არის, ვიღაცამ შეიძლება ამაზე დაგდოს ბრალი, რომ რა დროს ეს არის, ვიღაცამ მოღალატე გიწოდოს, ის გიწოდოს, ეს გიწოდოს, რაღაცა ბევრი რაღაც, მაგრამ თავარი რა არის, ნახეთ, თავარი რა არის, რომ ვინ არის შენთვის, ან რა არის შენთვის განმსაზღვრელი შენი მოქმედებისა, გარჩევადობისა, ტყუილისა და მართლისა. ის ადამიანები, ვინცგანან თუ თავარი რა არის, ღვთის ნება როგორი არის, ღმერთი რას მეუნება. აი ეს გვაკლია ჩვენ ღვთის ნება არ ვიცით როგორ გამოვიძიოთ. ამიტომ იმდენად იმპულსურები და ინსტინქტურები ვართ, იმდენად იმპულსური და ინსტინქტურია დღევანდელი ადამიანი და მათ შორის აი ჩვენ სწავლობთ, რა თქმა უნდა, ცუდად კი არ ვამბობ ამას, მაგრამ სასულიერო პირები ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ ამას, ამ ღრმა აზროვნებას. აი მართლა ღმერთისადმი მინდობას საკუთარი სულისა, სიზარმაცის გამო კი არა, რომ არაფრის კეთება არ გინდა და არ შეგიძლია და აი მაინც ღვთისნება არის ყველაფერი და გამომდინარე აქედან სასულიერო პირი, აღარ სასულიერო პირი ვარ, რასაც ვიტყვი, ესეც თავისთავად ღვთისნება, ფრთხილი უნდა იყო. მართლა ამბობ, რომ ღვთისნება? მართლა გამოვიწოთო შენში, მართლა ტკივილები გამოიარა შენში ამ ყველაფერმა და მართლა ფიქრობ, რომ ღვთისნება არის ეს ყველაფერი, რასაც შენ ამბობ, რასაც შენ აპირებ რომ გააკეთო, თუ სიზარმაციდან გამომდინარე არის. და ამიტომ ვიძახი, ერთი ღამე მაინც გაათენე ღმერთისადმი ლოცვაში, რომ მართლა ღვთისნება გაგიგო, ერთი რაღაცა ლოცვას მაინც მოუმატე ადამიანმა, 8 წელს მაინც მოუმატე, ან ისე იგი როგორც სულიერ 8-ს, ასევე ანუ რაღაცას მოუმატე, რომ ღმერთისგან მართლა ღვთისნება გამოგეთხო, რომ ღმერთო მანიშნე, ღმერთო მიკარნახე რა არის დღეს შენი ნება, რა არის კარგი და რა არის ცუდი. და აი ამ სიღრმეებს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას და ბოდის გიხდით და აი როგორ გითხრათ, იცით, ეს ისე იგი სახარებაც, ეს წმინდა მამათან აშრომებიც, ისე იგი რაღაცა აი ისე
როგორ ვთქვათ, მოურიდებლად იყენებენ ადამიანები საკუთარი როგორ საკუთარი პირადი სიზარმაცის გასამართლებლად და საკუთარი აზრების, ანუ ზარმაცი აზრების გასამყარებლად და დასაფიქსირებლად, რომ ეს არის ძალიან არასწორი. ამიტომ გამომდინარე აქედან შედეგიც არ გვაქვს. არ გვაქვს ჩვენ შედეგი. რატომ არ გვაქვს შედეგი? იმიტომ რომ არ ჩვენ ვართ შინაგანად მყარები. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ამაშიც არა ვართ ჩვენ დარწმუნებულები, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით ჩვენ ეს მართლა ღვთისნებაა თუ არ არის ეს ღვთისნება. ანუ გარჩევადობა მართლა მაქვს. ღმერთმა მართლა მომანიჭა ეს გარჩევადობა თუ ჩემი რა, მე რა რომ ის მაცვია, რა ქვია, სასულიერო პირი ვარ, მე რა რომ კაბა მაცვია, მე რა კაბა ხდის ადამიანს, ან შესამოსელი ხდის ადამიანს სულიერ ადამიანად. ეს ხო საშუალებაა. ესაა საშუალება ღრმად გაეცნო, ანუ ღრმა აზროვნებისკენ ბიძგია ეს. უფრო ჩაღრმავებისკენ საშუალება არის სასულიერო პირობა. მაგრამ არა ის რომ ექსკლუზივია, ეს რომ რასაც შენ ლაპარაკობ თავისთავად უკვე ღვთისნება არის. და აი ამიტომ, როდესაც ადამიანები თვითონ სასულიერო პირები, მათ შორის და რა თქმა უნდა ჩვენი მრევლიც, ვინცეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ისინი სიღრმისეულად მართლა არის, აი ტკივილებში არ შობენ, ტკივილებში არ იშვება მათი სინერგიული აზრები ღმერთისა და მათი ნების თანხვედრიდან გამომდინარე, ანუ ტკივილებში არ იშვება ეს აზრები, რომ მართლა ღვთისნება გამოცხადდეს. დიდი მამები იყვნენ, ისინი ვერ ბედავდნენ ამას. ამდენს ისინი ვერ ბედავდნენ, რომ რაღაცაზე ეთქვათ, რომ ღვთისნებაო, ისეთი მორიდებულები იყვნენ და დღეს კიდე ყველას, ანუ ერის ადამიანს, თან ეს სოციალურმა ქსელებმა ხო ყველას მისცა ამის საშუალება ზოგადად. ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ სამწუხაროდ როგორი რაღაცა იცი, ადრე თუ ცოტანი ვხედავდით ერთმანეთს და ერთმანეთის ამ სიზარმაცეს, სულიერ სიზარმაცეს, აი ამ სოციალურმა ქსელებმა უფრო ფართოდ გამოგვაჩინა. ერთმანეთი დაგვანახა, რომ ძალიან ზარმაცები ვართ სულიერ ცხოვრებაში ამ კუთხით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მეტად რაც შეიძლება იყოს სასულიერო დასის, მოკლედ ჩემი თამადობით, მე ჩემსაზე ვფიქრობთ, ეხლა მე ვინმეზე ვლაპარაკობ, პირველად ჩემ თავზე ვლაპარაკობ ამ ყველაფერს რაც არის, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ ღრმა აზროვნებას ვინც გინდა იყოს, აი გამიჯერეთ, ვინც გინდა იყოს, არც შესამოსელი, არც რაღაცა ლამაზი შესამოსელი და არც კიდე სხვადასხვა ისინი არ განსაზღვრავენ ღვთისნებას. ანუ ღვთისნება განისაზღვრება და დაკვირვებით იმისა, რომ რამდენად ადამიანმა ღვთისნების გამოსავლენად იშრომა, სულიერად იშრომა, რომ ეს სინერგიული აზრი ტკივილებში შობილიყო და მართლა ღვთისნება გამოეთხოვა, ისე იგი ღვთისგან გამოეთხოვა ნება, რომ განეცხადებინა მერე ადამიანებისადმი და გარშემო მყოფი, მოკლედ შეეფასებინა არსებული მოვლენები. ამიტომ აი ეს განწყობები, რომლებიც ადამიანში არის, ხო, რაღაცა ესეთი, აი ადამიანის გონება ესე დაბინდული არის. დღეს აი ამ განწყობებით, წინასწარი განწყობებით, იმპულსური, აი როგორ გითხრათ, აი უკვე არსებული, ჩემში ჩარლაგებული რაღაცა გარკვეული კლიშეებით, რომელიც ადამიანს გააჩნია, აი ამებით ვართ და ეს გონია უკვე რომ ღვთისნებით ჩალაგდა ეს რაღაცეები ჩვენში და ამითი ვაფასებს სწრაფად ყველაფერს და დღეს ვინც უფრო სწრაფად შეაფასებს მოვლენას, ვინც უფრო სწრაფად გამოთქვავს აზრს რაღაცა მოვლენაზე, ის უფრო გამბედავია, ის უფრო ითვლება, რომ ისე იგი უფრო გმირია, უფრო პატრიოტია, მოკლედ, განა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს რამეზე, საოცარი არის ეს. ანუ რაღაცა რომ მოხდება, ვინც უფრო სწრაფად, ანუ განა ნაფიქრით, განა რაღაცა იმით, ანუ მართლა ღვთისაგან გამოთხოვნა, არამედ ანუ ვინც პირველი გამოხდება და ვინც რაღაცას ამას თითქოს რაღაცა პუბლიკაზე მიდის, ესე რომ ვთქვათ, რომ აი ნახე რა ძლიერია, ვიღაცა რა სჭირდება, არ ვიცი ადამიანს ყოველ შემთხვევაში ეს, მაგრამ ნუ მოკლედ გარკვეულწილად ამას ესე იგი, ამას ცდილობს დღევანდელი ადამიანი და აი ამ იმპულსური ხდება ადამიანი და ამიტომ ადამიანს უჭირს, ყველას გვიჭირს აი ამ არსი, სიღრმისეულად რაღაცა
არში წვდომა და მოკლედ აი როგორ გითხრათ იცი ბოროტეული არის ადამიანი ანუ არ არის სანდო ჯერ ჩემი თავისთვის არ ვარ მე ამ დროს სანდო იმიტომ რომ მე ვერ ვენდობი მაგ დროს ჩემ თავს არ ვიცი როგორ ენდობიან ადამიანები საკუთარ თავს ამ კუთხით მაგრამ აი მოკლედ ძალიან რთულია ამ დროს ენდო ადამიანი საკუთარ თავს და აი ეს მოკლედ თავისთავად ამაზე გავჩერდები, იმიტომ რომ შემეძლო ხა კიდე გამეგზელებინა, მაგრამ კიდე მე ვფიქრობ რომ აქ გავჩერდეთ უკვე საგრძნობლადაც ვისაუბრეთ საათი და 10 წუთია უკვე ვსაუბრობ და ალბათ საკმარისია დღევანდელი დღისთვის და მოკლედ რომ შევაჯამოთ რეზუმე რომ გავაკეთოთ წარმოგიდგენთ ერთ მუხლზე ვილაპარაკეთ დღეს და რამდენი რამის მოკლედ თქმა მოგვიწია და გადავიმეოროთ რა ვისწავლეთ დღეს ძალიან მოკლედ ხო პირველ რიგში ვისწავლეთ ის რომ მოკლედ ადამიანი არ უნდა ენდოს საკუთარ თავს და ესე იგი სანამ შენი ესე იგი არ მოხდება უარყოფა საკუთარი ნებისა, არ დაიბადება იმედი და ნდობა ღმერთისა, რაც უფრო ეს მცირდება, ეს იმატებს, რაც უფრო ეს დიდდება, ეს მცირდება, თავისთავად, ხო? საკუთარი თავის დაცემულობიდან გამომდინარე, არ უნდა ენდოს საკუთარ თავს, იმიტომ რომ გრევისა და დაცემის მეტი საკუთარი თავისთვის არაფერი არ გაგიკეთებია ადამიანს, მერე არის ვისაუბრეთ იმაზე, რომ ადამიანმა ღრმა აზროვნება უნდა იცოდეს და ეს ღრმა აზროვნება არის რა სულიერ ცხოვრება რომ ღმერთი ჩემ თავზე უნდა გამოვცადო პირველ რიგში ანუ ღმერთის ნება რა არის ღმერთის ნება როგორ უნდა ანდო ადამიანმა ეს არის ხო ჩემ თავზე უნდა გამოვცადო მისი ყოვლად ძლიერება ყოვლად სახიერება ყოვლად სიგრძნე ყოვლად მოწყალება ანუ ჩემ ცხოვრებაში რა გააკეთა ღმერთმა და შემდეგ მე ვანდო დანარჩენი რომ ფართოვდება ეს ყველაფერი შემდეგ ადამიანები ღმერთს მიანდობს უკვე ყველაზე საყვარელს თავის ცხოვრებაში, ამაზე ვისაუბრეთ და რომ ადამიანმა ღვთისნება გამოიცნო და რა გვიშლის ჩვენ ამაში ხელს, ზოგადად რომ ღვთისნება იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, არის ის რომ წინა განწყობები არ უნდა ქონდეს ადამიანს. ხო, ეს ვისწავლეთ, რომ ადამიანს აქვს წინა განწყობა, უკვე იმპულსური ადამიანი, სიღრმისეული აზროვნება არის ის ხმა აზროვნება შინაგანიდან იწყება, არის ის შინაგანად მოგზაურობა და რაღაც არის ის შინაგანად მოგზაურობა, ამიტომაც ღრმად ვერ ყურება გარეთაც. ამიტომ თუ კი ვეღარ აფასებს მერე დაბნეულია ადამიანი, არ გააჩნია ესე რომ ვთქვათ სიკეთისა და ბოროტების, გარჩევადობის უნარი, იმპულსურად ეგრევე ხან კეთილგანწყობილია, ხან არაკეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ, მოვლენების მიმართ, რაღაცა ვითარებების მიმართ, საგნების მიმართ თავისთავად და გამომდინარე აქედან არაფერი სულიერ ცხოვრებისა, მოკლედ არ ისე იგი სულიერ ცხოვრებით ვერ ცხოვრობს და მით უმეტეს როცა ასეთი ადამიანი არის სასულიერო პირი, უფრო მტკივნეული ხდება, იმიტომ რომ იმისგან ვისგანაც ევალება რომ მართლა ღვთისნება უნდა ისმოდეს და ღვთის სიტყვა უნდა ისმოდეს და ახლო უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ იმ სულთან, ანუ სულიწმინდის და მადლისმიერი სიტყვასთან უნდა იყოს, რაც სახარებაში არის მოცემული, როდესაც იქ ვერ ხედავთ ამ ყველაფერს და აშკარად ხედავთ, რომ მის საწინააღმდეგო არის ეს ყველაფერი, ამიტომ მოკლედ იქნება სულიერი კრიზისი და დღეს ამას ვადევნებთ სამწუხაროდ თვალს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. რა გვინდა? ცხონება გვინდა თუ უბრალოდ ამ წუთის სოფელში წარმატება გვინდა, რომ ვიღაცამ ტაში გვიკრას, ვიღაცამ ჩავთვალოს გმირები ვართ, ვიღაცამ ჩავთვალოს ძალიან მაგარი თავდადებულები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ღვთის წინაშე არარალი არ ვიყვეთ, ხო? რა გიჩვენიათ? ადამიანები გასხავდნენ ხოტბას, ადამიანები გიკრავდნენ ტაშს, როგორც მაცხოვარი ძაღლის მიუღებია ცასყიდელი უკვე მათიო. აქ ეძებთ სასყიდელს ადამიანები თუ მარადიულ ცხოვრებისთვის ემზადებით და თუ მარადიული ცხოვრებისთვის ემზადებით, მაშინ ის სხვა ურთიერთობა არის და აქ ამ წუთის სოფელში დამცირება გექნებათ, ჭირი გექნებათ, მიუღებლობა გექნებათ, როცა ადამიანებს შეიძლება ღვთის მართლა აი გულიდან ღვთის ნებას ეუნებოდეთ სიმდაბლით, სიმშვიდით რაღაცა, ისინი არ მიიღებენ ამას, ყოველთვის იქნება ამაზე წინააღმდეგობა,
ამასაც უნდა დაჩვეულები იყოთ, ეს ამასაც უნდა სიმშვიდით შეძლოთ ამისი გადატანას და აი ამას ვსწავლობთ ზოგადად, როგორ გადავიტანოთ, მერე შემდეგი ნაბიჯები ესე გვექნება, როგორ გადავიტანოთ თქვათ იქ შეურაცხყოფა, დაცინვა, მიუღებლობა და დავრჩეთ ადამიანები ღვთის ერთგულები. მოკლედ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, შენდობას გთხოვთ ყველას, თქვათ ასეთი კადნიერი საუბრისთვის, მაგრამ აი გარწმუნებთ ყველას, რომ ნამდვილად ყველას მიმართ მაქვს კეთილგანწყობა, მაქვს სიყვარული, ყველა თქვენთაგანის მიმართ, ჩვენი მამების, სასულიერო პირების მიმართ, ყველას ესე იგი განურჩევლად ყველა ადამიანისა და უბრალოდ საუბრობთ ამ საკითხებზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება და ხვალდაზე დღეს შეიძლება ზოგ ადამიანს შეიძლება არ მოეწონოს ეწყინოს რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ რამოდენიმე ხნის მერე, 2-3 თვის მერე, 4 თვის მერე, როცა თვითონ შევეცდებით, რომ მართლა შინაგანი სულიერი ცხოვრება დავიწყოთ, მაშინ ვხვდებით, რომ ეს საჭირო ყოფილა და მოკლედ უნდა გვესაუბრა ამ საკითხებზე. მოკლედ, ღმერთმა მოგცეს სულიერი ცხოვრების ძალა, შინაგანი სიმშვიდე, წონასწორობა და გარჩევადობის უნარი და გარჩევადობის მოკლედ ძალა და ენერგია. ამინ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას.